რუმინეთი, იტალია და ესპანეთი ერთმანეთის მიყოლებით სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს უკან დახევა. ხელისუფლება ევრობიუროკრატებზე მიუთითებს და ამბობს, რომ დასკვნის გამოტანა მარტივია. მათ შორის ღია წყაროებში ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ უნგრეთი, სლოვაკეთი და სხვა ქვეყნები უჭერდნენ მხარს საქართველოს. მაშინ უნდა გითხრან ეს სხვა ქვეყნები რომლები იყვნენ. აწი თუ მხარს დაგვიჭერს ვინმე, ჯერ გიკითხავთ ხოლმე ამისთვის მადლობა, რამე უხერხულობას ან პრობლემებს თქვა შეუქმნით, ყოველ შემთხვევაში და ამის შემდეგ გადავუხდით ხოლმე მადლობას, მაგრამ ყველა შემთხვევაში ყველას მადლობა, ვინც ჩვენ მხარი დაგვიჭირა. უნდა ვთქვათ, რომ ევრობიუროკრატია დღეს თლად კარგ ფორმაში არც ერთი და არც მეორე გაგებით არ არის. ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს ევროინტეგრაციას ძალიან უხეში ფორმებით. წარმოიდგინეთ, არ ვიცი რამხელა იყო ინტერვალი, მაგრამ 1 საათის განმავლობაში ერთმანეთის მიყოლებით 3 საკმაოდ ძლიერი ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ერთმანეთის მიყოლებით გამოაქვეყნეს ასე კოორდინირებულად ესეთი განცხადებები. მე მგონი დასკვნის გამოტანა მარტივია. გუშინ ღამე ერთ-ერთ რესტორანში მქონდა საქმიანი ვახშამი, რომელსაც ესწრებოდა ორი ევროპელი ადამიანი. მე დავიცავ შეთანხმებას და არ ვისაუბრებ რა თქმა უნდა მასზე და ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტი იყო ინფორმირებული ამის შესახებ და მოვიდა იქ. ამ ევროპელმა ჩვენმა კოლეგებმა დავარქვათ ასე ამ შემთხვევაში, რომ გაიგეს, რომ ტელევიზიის ჟურნალისტი იყო, ფერი არის და არც ერთ სახეზე. ანუ იმხელა წნეხია დღეს ევროპაშიც კონკრეტულ ადამიანებზე, ვინ შეიძლება ჩვენთან ითანამშრომლოს, ვინ შეიძლება რაღაც კონტაქტზე გამოვიდეს, მოგვეხმაროს, რჩევა მოგწეს, ან რაღაცა მხარდაჭერა გამოგვიცხადოს, რომ ადამიანებს პირდაპირ გაგებით გეუბნებით. ფერი არ ედო არც ერთ სახეზე, რომ შეიძლებოდა ტელეკამერას ისინი დააფიქსირებდნენ. არაფერს არ აშავებდნენ საერთოდ. უბრალოდ მეგობრული, საქმიანი საუბარი ქონდა.